მოგესალმებით, უყურებთ მომბეს 3 საათზე. მე ლიზა ციკლაური ვარ და გიყვებით ახალ ამბებს გამოშვებაში თქვენ ნახავთ. როინ შავაძის მკვლელობის საქმე დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა გრძელდება. ქართული დელეგაციის უფლებამოსილების შეჩერება ევროსაბჭომ რეზოლუცია დაამტკიცა. თბილისის წიგნის ბაზრობა რა სიახლეები ელოდებათ ფესტივალის სტუმრებს. ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებების ხელყოფის საქმეზე ბრძოლობენ ამ წუთებში პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე. საუბრობს დავით გურგენიძე. დილიდან კი 2 საათის განმავლობაში უსმენდნენ 2008 წლის აგვისტოში მოკლულ როინ შავაძის მეუღლეს ციცინოს შავაძის განცხადებით მისთვის მთავარი ახლა მისი ქმრის მკვლელობის დამკვეთების დასჯა, რადგან დარწმუნებულია არსებობენ შემსრულებლები, რომლებიც დაკავებულები არიან, თუმცა არსებობენ ბრძანების გამცემები და სწორედ მათი გამოვლენა და დასჯა არის მნიშვნელოვანი. შავაძე მისაუბრა იმაზე თუ როგორ ემუქრებოდნენ მას და მის ოჯახს 2012 წლამდეც და შემდეგაც. თამნა ციკლაური პარლამენტიდან გვერდება ახლა პირდაპირ ეთერში. თამნა გისმენთ. დიახ, სულ რამდენიმე წუთის წინ დაიწყეს დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებმა დავით გურგენიძის ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოსმენა და ამ შემთხვევაში მთავარი საკითხი, რაზეც დავით გურგენიძე საუბრობს, ეხება ტექნიკური უნივერსიტეტის ქონების ხელყოფის პროცესს, რომელიც როგორც ის ამბობს, დაიწყო 2004 წლიდან ჯერ კიდევ და უკვე შემდეგ ეტაპობრივად მოხდა კონკრეტული საკითხების გადაწყვეტა, თუმცა როგორც გვეკითხარით ამ თემასთან დაკავშირებით ის ამან საუბარი დაიწყო სულ რამდენიმე წუთის წინ. მანამდე კი თითქმის 2 საათის განმავლობაში ისმენდნენ საკმაოდ მძიმე და ემოციურ საუბარს და დეტალებს კომისიის წევრები როინ შავაძის მეუღლისგან, ციცინო შავაძისგან, რომელიც საკმაოდ ემოციური იყო, საკმაოდ მძიმე იყო მისთვის 2008 წლის აგვისტოს გახსენება, ვინაიდან სწორედ 2008 წლის აგვისტოში მოხდა როინ შავაძის მკვლელობა, მაშინ როდესაც ის ახალი დაბრუნებული იყო აგვისტოს ომიდან. ციცინო შავაძემ დეტალურად გაიხსენა 14, 15, 16 აგვისტოს მოვლენები, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო მისი მხრიდან იმ დეტალების გახსენება, რომელიც ეხება უკვე შემდგომ პერიოდსაც, თუ როგორ განვითარდა პროცესები და როგორ ხდებოდა მასზე, მის ოჯახის წევრებზე მუქარა კონკრეტული ადამიანების მხრიდან, რომ ხმა არ მოეღოთ, არ ელაპარაკათ, არ ესაუბრათ ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორ ემუქრებოდნენ მას, მის ოჯახის წევრებს და ასევე ამბობს იმასაც, რომ როდესაც მუქარებზია საუბარი, ეს მუქარები მას შემდეგაც გაგრძელდა განსაკუთრებით კი სოციალურ ქსელებში, კონკრეტულად მასზე, რომ თითქოს მან უდანაშაულო ადამიანები დააჭერინა, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ციცინო შავაძე ამბობს, მას კონკრეტული სახელები და გვარები არც ერთ ეტაპზე არ დაუსახელებია და ამ მიმართულებით იმუშავა გამოძიებამ. ციცინო შავაძე ამბობს, რომ მას ამ მუქარების არც მანამდე ეშინო და არც შემდეგ შეშინებია, ვინაიდან მისთვის მნიშვნელოვანი იყო მისი მეუღლის სახელის დაცვა და ასევე ამბობს, რომ მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ დაისაჯონ არა მხოლოდ მკვლელობის შემსრულებლები, არამედ დამკვეთები. სისხლი მოდიოდა ყველა ნაწილიდან, ჭრილობიდან, ყველა ყურიდან, ყველა სპირტი. ხო და რო არ გვეწვალებინა, წავედით უფრო ასფალტი გზიდან და მაგენმა იფიქრენ, რომ ჩვენ ვაპირებდით ალბათ ქალაქში აქციის რამის გაკეთებას. ახლობლებს ურეკავდნენ, რომ მოგცილებოდნენ. იგიც კი შეეშინათ, რომ მიცვალებისთვის საფლავი გაეთხარა ვინმე. ყველა უარს გვეუბნებოდა. ახლობლების დახმარებით გავთხარეთ საფლავი. ოჯახმა გათხარა საფლავი. გვემუქრებოდნენ ყველას დახოცვით, უნდა აგვეღო ფული და გავჩუმებულიყავით და ხმა არ მოგვეღო. კონკრეტულად ვინ გთავაზობდათ ფულს? მოდიოდა უცხო ხალხი პირდაპირ მოდიოდნენ, რომ აგვეღო ფული და ხმა არ უნდა მოგვეღო. ბოლოს კი იგიც კი შემოგვითვალეს, რომ თუ აღარ დავუშვიდებოდით და რაღაცა სოფელში გვაქვს სპეციალური წყლის ბასეინი, სადაც წყალს ვღებულობთ ოჯახისთვის და იმას მოგვიწამლებდეთ და სულ დავისვენებდით ყველა ერთად. რისთვის გაწირეს, რისთვის აწამეს? დღემდე ვერ გავიგეთ. ზოგი იმას ლაპარაკობს, რომ მან სამჯერ შებრუნდა ომიდან გამოსული დაჭრილები გამოუყვანია, ორჯერ შესულა და მიცვალებულები. ჭორის დონეზე მოვიდა, რომ
ახალაიას უთქვია, რომ ვიქთხოვა, რატო მიბრუნდი დახვრიტეს უდანაშაულო კაცი, რომელმაც ალბათ ისეთი რაღაც იცოდა, რომ არ გაჩერდებოდა. თქვენ თქვით რომ დახვრიტეს, სად დახვრიტეს და ვინ დახვრიტა, არის თქვენთვის ცნობილი? ესე ვიცი რომ გზა იყო რუსების მიმართ ჩაკეტილი, ის გადმოყავდათ თბილისში, მაინც როგორ და რანაირად არ ვიცი. მე ესე ვფიქრობ, რომ ეს იყო ყველაფერი ჩაფიქრებული და წინასწარ გაზრახული. სამხედრო პირებმა დახვრიტეს? არა. გასაგებია. ბათუმის თანამშრომლებმა, კუდის თანამშრომლებმა. გაქცევას ცდილობდაო რა უთხრეს ქალბატონი ცინაუბნება რომ როგორ შეიძლება ადამიანს რომელსაც ფეხი აქვს მოტეხილი, ხელი აქვს მოტეხილი, წამების კვალი ეთყობა შეუერაღებელი თვალითაც ის გაქცევას ცდილობდესო 40 ტყვია აქვს მოხვედრილი 40-ვე წინამხრიდან. ხარები ყოფილა ბატონო სეზარ და არის და გრძელდება დღემდე. მადანაშაულებენ რომ მე დავაჭერინე უდანაშაულო ხალხი. უბრალოდ ამას ვერ ხვდებიან რომ მათ ყველას დაუდგენ და ყველა მაღიარა რომ იყვნენ ადგილზე, განახორციელეს დაჭერა და გაისროლეს და დამნაშავე მე ვყოფილ ვარ. კუდის თანამშრომლები ისე ხოვარ ჩაიდებდნენ თუ არ ექნებოდათ ბრძანება და კიდევ ერთხელ იგიც გავიგე რომ ეს ბიჭების აყვანა როდესაც მოხდა მეორე დღეს საქართველოს დატოვა მერაბიშვილმა. რას უკავშირდება ეს არ ვიცი და თხოვნა მაქვს კიდევ ერთხელ თხოვნა მაქვს თუ ვინმე რამე იცით ამ თემასთან დაკავშირებით რომ ვის მოუვიდა რისთვის დაიგეგმა ეს და დასჭილი იქნეს დამკვეთები. როდესაც ამბობთ რომ დღესაც იღებთ მუქარებს. ვისგან იღებთ ამ მუქარებს? ეს არის ფეისბუქის მეშვეობით ახლობლებს გვერდებზე უწერენ რომ მე ვარ მეუღლის გამყიდველი ადამიანი, დავაჭერინე უდანაშაულო ხალხი, შეურაცხყოფები და ბოლო მექნება ძალიან ცუდი ჩემს და ჩემს დაძმებს. სტრასბურგმა თქვა რომ როინ შავაძე მოკლულია სახელმწიფოს ხელით და იქვე დაადგინა რომ ეს საქმე სათანადოდ გამოძიებული არ არის. ამის მერე გააქტიურდა გამოძიება და დასჯილები არიან ისინი, ვინც ეს ჩაიდინა. შესაბამისად, მათ ოჯახის წევრებს, ახლობლებს უნდა ესმოდეთ, რომ ნებისმიერ მუქარას ჩვენ თვალს მივადევნებთ და მუქარა ისჯება სისხლის სამართლის წესით. ამიტომ მე მგონი ქალბატონმა ციცინომ ამდენი ბრძოლის შედეგად მოიპოვა მშვიდად ყოფნის უფლება და მშვიდად გლოვის უფლება და მასზე მუქარები უნდა შეწყდეს. ისიც კითხვეს რომ ის ნარკოტიკები ქონდა ჯიბეში, რომელიც არის არ შეესაბამება სიმართლეს. ის უკვე დადგენილია, კანონით დადგენილი წესით, რომ მას არავითარი ნარკოტიკი არ ქონია. არ ეს ადამიანი წაიყვანეს და სახელმწიფო მოკლა. ასე არის ცნობილი თითქოს რომ მან აგვისტოს ომთან დაკავშირებით იცოდა გარკვეული რაღაცები იმ ხარვეზებზე, რაც დაუშვა სახელმწიფომ პოლიტიკური თანამდებობის პირებმა, ვინც სამხედრო ცოდნა და სამხედროები, მათი სიცოცხლეები არასწორად გამოიყენა რუსეთთან ომის დროს. მეც ვფიქრობ, რომ ძალიან უკმაყოფილო იყო უფროსობით, რომ მიატოვა ჯარი, მიატოვა მთავარსარდალმა. დატოვეს უგზო უკლოდ. ამას ამბობდა, არც მალავდა, ამბობდა და სახლში ამბობდა თუ გარეთაც ამბობდა. გარეთაც უთქვია სამხედროებმა, უფროსებმა ადგილები დატოვეს და გარბოდნენ, ვისად გარბოდა არ იცოდნენ, უბრალოდ გაწირეს ხალხი. გაწირეს ბიჭები. ამას ამბობდა, არც მალავდა. ამისთვის ხომ არ დასაჯეს? შეიძლებაც მე უფრო სწორად მაგას ვფიქრობდი ყველაფერს, რომ ამისთვისაც დასაჯეს. იცოდნენ, რომ რომა არ გაჩერდებოდა. როგორც უკვე გითხარით, ამ წუთებში მიმდინარეობს უკვე ისეთი საკითხის განხილვა დროებით საგამოძიებო კომისიაზე, რომელიც ეხება ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებრივების ხელყოფის საკითხს. ამ დროისათვის კომისიას აცნობს დეტალებს ამ საქმისა დავით გურგენიძე, რექტორი, რომელმაც თქვა, რომ მნიშვნელოვანია ის ქონება, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ჩამოერთვა მაშინ ტექნიკურ უნივერსიტეტს, კვლავ დაუბრუნდეს ამ უნივერსიტეტს და ეს არის ამ მიმართულებით ასევე მნიშვნელოვანი
მნიშვნელოვანია პოლიტიკური გადაწყვეტილება, სწორედ ამიტომ, როგორც გურგენიძე ამბობს, საერთო ჯამში პროფესორებმა და სტუდენტებმა გადაწყვიტეს, რომ ამ საკითხის განსახილველად მიემართათ სწორედ დროებითი საგამოძიებო კომისიისათვის. მადლობა თამუნა ციკლაური პარლამენტიდან საუბრობდა დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომის დეტალებზე. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიას ხდომაზე იბარებს გიორგი გახარიას. საუბარია 20 ივნისის საქმეზე. მივე თუ არა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ეს ჯერ უცნობია. მის პარტიაში ამბობენ, რომ გახარია საქართველოში არ იმყოფება და გადაწყვეტილებას თავად მიიღებს. გიორგი გახარია არ იმყოფება საქართველოში, მასთან ოჯახში, მის მშობლებთან, მივიდა უწყისი იმასთან დაკავშირებით, რომ ის დაბარებულია კომისიის ხდომაზე. ეს კომისია და თემა, რომელთან დაკავშირებითაც ის დაბარებულია, ეს არის 20 ივნისთან დაკავშირებით. მე არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს გიორგი გახარია, თუმცა საბოლოოდ ეს არის მხოლოდ მისი ინდივიდუალური გადასაწყვეტი. მე თუ დამიბარებენ, მე რა თქმა უნდა მივალ ამ კომისიის ხდომაზე. კომისიის მანდატი გაფართოვდა, ის თავდაპირველად იყო 2012 წლამდე მოვლენების შემსწავლელი კომისია. შემდგომ უკვე მოხდა მისი მანდატის გაფართოება და ძალიან მნიშვნელოვანია და საინტერესოა ყველა იმ პირის პასუხი საზოგადოებისთვის და კომისიისთვის, ვინც იქნება კომისიაზე დაბარებული, ამიტომ ბუნებრივია, რომ ყველა ვალდებულია, იქნება ეს გახარია სხვა პირი, აბსოლუტურად არ არის მნიშვნელობა, მოგზანდეს და კომისიას გაცეს ის პასუხები, რაზედაც მას დაუსვამენ კითხვას. ქართული დელეგაციის უფლებამოსილების შეჩერება ამ სახელწოდების რეზოლუცია დაამტკიცა ევროსაბჭომ 99-3-ის წინააღმდეგ 5 წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. დებატების ფორმატში მწვავე და კრიტიკული შეფასებები გაკეთდა. რეზოლუციის ტექსტში საუბარია საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე. ანა ბროლაძე დეტალებით გვერდება ახლა პირდაპირ ეთერში. ანა, გისმენთ. რეზოლუციის პროექტი მიღებულია და შეგვიძლია განვსაწყოთ, რომ სათაურიდან გამომდინარე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქართულ კანონმდებლებს, ქართულ დელეგაციას, რომელიც ჩართული იყო ხოლმე პასეს სამუშაო პროცესში, შეუჩერა უფლებამოსილება, თუმცა ეს მოხდა მას შემდეგ, რაც თავის მხრივ ქართულმა ოცნებამ ჯერ კიდევ იანვრისთვის სესიაზე განაცხადა, რომ ისინი თავადვე ტოვებენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას და მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო განზომილებაში აღარ ჩაერთვებიან, თავად ევროსაბჭოსთან განაგრძობენ თანამშრომლობას და მუშაობას. რაც შეეხება უკვე უშუალოდ დღევანდელ დებატებს, ანგარიში და რეზოლუციის პროექტი, ვიდრე ის იქცეოდა რეზოლუციაც, წარადგინეს მომხსენებლებმა, ორი თანამომხსენებელი ყავდა ამ დოკუმენტს და ამ დოკუმენტში აღნიშნულია ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებული პროცესები. ორივე მათგანმა, რომლებიც არიან ბოსნია-ჰერცეგოვინიდან და პორტუგალიიდან, აღნიშნა, რომ ისინი წუხილს გამოთქვამენ იმის გამო, რომ ჯერ კიდევ იანვრის თვეში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ განსაზღვრული მიმართულებები, რის მოლოდინიც ჰქონდა ამ შემთხვევაში პასეს, რომ ეს წინაპირობები გარკვეულწილად გახდებოდა ქართული ოცნებისთვის უფლებამოსილების ცნობის მოპოვების საფუძველი, არ იქნა შესრულებული და იანვრიდან მოყოლებული ჩვენს ქვეყანაში მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა მათი შეფასებით და მათი გადმოსახედიდან და ეს ასახული არის კიდეც დოკუმენტში, მათ შორის დღეს თანამომხსენებლებმა ისაუბრეს იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომელიც ბოლო სასესიო კვირების განმავლობაში ქართულმა ოცნებამ მიიღო და რაც ევროპელი კანონმდებლების გადმოსახედიდან როგორც მესამე სექტორის, ისე მედიის მდგომარეობის ყოფას კიდევ უფრო მეტად აუარესებს ჩვენს ქვეყანაში, ისევე როგორც ისინი გამოეხმაურნენ პოლიტიკურ განცხადებებს რიგი ოპოზიციური პარტიების საკრძალოსთან დაკავშირებით. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ განცხადებების ნაწილი, რომელიც უშუალოდ თანამომხსენებლებმა გააკეთეს. ჩვენ ღრმად უწუხართ, რომ ჩვენს რეკომენდაციებთან დაკავშირებით პროგრესი არ მიღწეულა და საპირისპიროდ დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა. სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდა პრაქტიკულად ყველა ფრონტზე. გრძელდება დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო ლიდერების დაკავება და სამართლებრივი პროცედურების ბოროტად გამოყენება. წინასწარი პატიმრობა არაერთხელ ხანგრძლივდება სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. გავრცელებული ცნობებით პოლიციის მხრიდან დემონსტრაციების დროს ძალადობის შემთხვევები შემცირდა, თუმცა ამ დრომდე არ გამოძიებულა
შესრულა ეფექტიანად. დაუსჯელობა გრძელდება. ღრმად შემაშფოთებელია უფლებადამცველების და საქართველოს ომბუდსმენის ანგარიშები, რომ დემონსტრაციებთან დაკავშირებით დაკავებული პირების დიდი ნაწილი გახდა წამების და სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი. დაკავების ან პატიმრობის დროს ეს გაუარესება უნდა შეწყდეს. დრამატული დემოკრატიული უკუსვლა უნდა შეიცვალოს. ასამბლეის რეკომენდაციები და მოთხოვნები დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს. ჩვენ წინაშეა მკვეთრი დემოკრატიული უკუსვლა. საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცე მცირდება. პარლამენტმა უკან არ გაიწვია კანონი, რომელზეც გაიმართა დისკუსიები აქ უცხოური გავლენის გამჭირვალობასთან დაკავშირებით. ეს ჩანაცვლდა ქართული ვერსიით, რომელიც უცხო აგენტის რეგისტრაციაზე უარის კრიმინალიზაციას ახდენს. მხოლოდ ამ კვირაში ქართულმა ოცნებამ წარადგინა ახალი კანონმდებლობა, რომელიც ითხოვს, რომ ნებისმიერმა უცხოელმა დონორმა, რომელთა შორის არის ევროსაბჭოც, მიმართოს მთავრობას თანხმობისთვის საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე გრანტების გაცემამდე. ეს არა მხოლოდ საფრთხეში აგდებს სამოქალაქო საზოგადოებას, ეს რისკის ქვეშ აყენებს მისი არსებობის გაგრძელებას, რაც იქნება გამანადგურებელი ქვეყანაში დემოკრატიული სტანდარტებისთვის. დემოკრატიის ფუნქციონირების კიდევ ერთი მთავარი ელემენტი არის მედია. წინა საკითხის მსგავსად, მედია გარემო კვლავ უარესდება. ბოლოს და ყველაზე შეშფოთებით ჩვენ აღვნიშნავთ ხელისუფლების ქმედებებს, რომ აიგრძალოს დემოკრატიული ოპოზიციური სრული სპექტრი. ოპოზიციის აკრძალვა იმის გარდა, რომ არის ქვეყნის მიერ ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების სრული დარღვევა, სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის სივრცის შემცირებასთან ერთად იქნება ფუნქციონალურად ავტოკრატიის დაფუძნების სიგნალი საქართველოში. თანამომხსენებლების შემდეგ უკვე გაიმართა პოლიტიკური დებატები, 5 პოლიტიკური ჯგუფის სახელით ისაუბრეს დეპუტატებმა, ისევე როგორც იყო, რა თქმა უნდა, ცალკეული გამოსვლელების პოზიციები. აღსანიშნავია, რომ ამ პოზიციებს შორის იყო ორი დამოკიდებულება ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით. ერთი ნაწილი ძალიან ღიად ამბობდა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ის მთავარი სამი სვეტი, რომელსაც ეყრდნობა ევროსაბჭო თავის ღირებულებებში, ეს არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა. ამ სამივე მიმართულებით ქართული ოცნების მიერ განხორციელებული და გადადგმული ნაბიჯები არის იმისი საპირწონე, რომ მათ შეუჩერდეთ უფლებამოსილება. მეორე ნაწილი დეპუტატებისა კი ღიად აცხადებდა, რომ დიალოგის შეწყვეტა გამოიწვევს ქართულ ოცნებასთან კიდევ უფრო მეტად დაშორებას და იზოლაცია არ არის საუკეთესო გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან. მათ შორის მაგალითად საინტერესო იყო ერთ-ერთი ევროპელი პარლამენტარის, ასე ვთქვათ, მოსაზრება, რომელიც საუბრობდა, რომ ის იყო დამკვირვებელი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან საქართველოში ოქტომბრის არჩევნებზე და ქვეყანაში დაფიქსირებული დარღვევები დიდად არ განსხვავდებოდა არც გასული საპარლამენტო არჩევნების დარღვევებისგან და არც იმ დარღვევებისგან, რომელიც მას როგორც დამკვირვებელს მათ შორის სხვა ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოებში უნახავს. შესაბამისად, დღეს როდესაც ისმოდა ნაწილისგან მოწოდებები, რომ ქართულ ოცნებას სჭირდება ხელახალი ნდობა საზოგადოებისგან, ამიტომ ისინი მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ჩაატაროს და ჩაანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. აი ამის პასუხად მოვისმინეთ, რომ პატივი უნდა ვცეთ ქართველი ხალხის არჩევანს. ასეთი იყო განცხადებების ნაწილი, რომელიც დღეს სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიმდინარეობის დროს ისმოდა. იყო გარკვეული იმედი ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით და შემიძლია ეს ვთქვა როგორც სოციალ-დემოკრატების ჯგუფის თავმჯდომარემ, რომ ისინი იყვნენ ჩვენი ჯგუფის წევრები და ჩვენ ვცდილობდით გვემუშავა ერთად დიალოგით, რათა გაგვეუმჯობესებინა სიტუაცია. ვფიქრობ, მათი მთავრობის მმართველობის დასაწყისში თქვენ ამას გრძნობდით, თუმცა ამ დროს ისინი სხვა მიმართულებით წავიდნენ. ევროპის საბჭოს წევრობა არის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობისადმი ვალდებულება და საქმე არ ეხება გეოპოლიტიკას. ზოგიერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა მითხრა: თქვენ გინდათ გადაწყვიტოთ რა გზით უნდა წავიდეთ ჩვენ. რა თქმა უნდა, მე არ მომწონს თუ თქვენ სამხედრო დამნაშავეებთან მეგობრობთ. თუმცა თუ გინდათ რომ იყოთ მეგობრულები პუტინის რუსეთთან, შეგიძლიათ ეს გააკეთოთ. ის რისი გაკეთებაც არ შეგიძლიათ არის ამ ორგანიზაციის ღირებულებებისა და წესების შელახვა. თქვენ უნდა დაიცვათ ისინი. თუ თქვენს ქვეყანას ცვლით პუტინის რუსეთის მოდელის მსგავსად, მაშინ ჩვენ ერთად პრობლემა გვაქვს და ეს არის აღწერილი ამ ანგარიში. სწორედ ამიტომ ჩვენ მკაფიო გზავნილი გავაგზავნეთ იანვარში. გთხოვთ დაბრუნდით ჩვენთან კონსტრუქციული დიალოგით. მოდით წავიდეთ ერთად სწორი მიმართულებით, თუმცა სამწუხაროდ დღეს უნდა ვთქვათ, რომ მოხდა საპირისპირო. ვთხოვ საქართველოს ხელისუფლებას დაუბრუნდით ჩვენს გზას. ვფიქრობ, თქვენ უნდა წახვიდეთ ახალ არჩევნებზე, რადგან გჭირდებათ ახალი ლეგიტიმაცია. ჩვენ ვიხილეთ დარღვევები არჩევნებზე და თქვენ ყველაფერი უნდა გააკეთოთ, ძალადობის შესაჩერებლად და პოლიტიკური პატიმრების გასათავისუფლებლად.
ვფიქრობ, შეშფოთება გაიზარდა და უნდა ვაღიაროთ დემოკრატიული უკუსვლის ნიშნები და ინსტიტუციური სირთულეები, როდესაც საქმე ეხება მოქალაქეების სრულად გარანტირებულ ფუნდამენტურ უფლებებს. არც ერთი ეს არ დაგვტოვებს გულგრილს და ამ მიზეზის გამო ჩვენ გვჯერა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსთან დიალოგი რჩება ღია დიალოგად. რთული დროა და დებატები კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია. ასე რომ ჩვენ არ ვიზიარებთ ინიციატივას, რომელიც საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების შეჩერებას ითვალისწინებს. ეს იქნება სერიოზული შეცდომა, რომელიც ქმნის ქვეყნის იზოლაციის და იმ პრინციპებთან კიდევ უფრო მეტად ჩამოშორების რისკებს, რომელსაც ეყრდნობა ეს ასამბლეა. ჩვენ საუბრობთ არა მხოლოდ საქართველოს მთავრობაზე, არამედ ქართულ ხალხზე, რომელიც იმედით უყურებს ევროპას, სამოქალაქო საზოგადოებაზე, რომელიც აქტიური და მამაცია, უამრავ ახალგაზრდაზე, რომელიც იბრძვის ღირებულებებისთვის, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ. ღია დიალოგის შენარჩუნება არ ნიშნავს მოქმედების თავისუფლების გაფორმებას საქართველოს მთავრობისთვის, რომ შემცირდეს დემოკრატიული პრინციპები. პირიქით, ახალგაზრდა დემოკრატიას, როგორც არის საქართველო, არ უნდა ჰყავდეს პოლიტიკური პატიმრები, როდესაც მთავრობას ეშინია საკუთარი მოქალაქეების. ამას ეფუძნება დემოკრატიული ლეგიტიმაცია. ამ თვალსაზრისით მას უნდა ჰქონდეს სიმამაცე აღადგინოს ნდობა და სახე, თუ ეს არ შეუძლია, მას უნდა ჰქონდეს სიმამაცე დანიშნოს ახალი არჩევნები. იანვარში ჩვენ მივიღეთ საქართველოს დელეგაციისთვის ერთგვარი სანქციის დაწესების გადაწყვეტილება, რის შემდეგაც ისინი წავიდნენ. იანვარში მათი უფლებამოსილების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების საკითხთან დაკავშირებით ჩემმა ჯგუფმა ამის წინააღმდეგ მისცა ხმა. დებატების დროს ჩვენ ვთქვით, რომ ეს საპარლამენტო ასამბლეა ერთგვარ ჩიხურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ცნობისთვის მე ვაკვირდებოდი 26 ოქტომბრის არჩევნებს და მოსამზადებელ პერიოდს. მრავალ არჩევნებზე დაკვირვების შემდეგ ჩემი შთაბეჭდილებაა, რომ დარღვევების დონე არ განსხვავდებოდა წინა არჩევნებისგან და არ იყო ძლიერ განსხვავებული ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოში ჩატარებული ზოგიერთი არჩევნებისგან. ის რაც საქართველოში შეიცვალა არის ქვეყნის გეოპოლიტიკური ორიენტაცია. უკრაინაში 2022 წელს რუსეთის ინტერვენციის დაწყების შემდეგ საქართველოს მთავრობაზე განხორციელდა მნიშვნელოვანი ზეწოლა, რათა ის ჩართულიყო რუსეთთან ამ კონფრონტაციაში. საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ამის გაკეთებაზე არა პრორუსული პოზიციის გამო, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს მთავრობა შიშობდა, რომ მათი ქვეყანა განადგურდებოდა ასეთ ომში. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ პატივი ვცეთ გეოპოლიტიკურ მრავალფეროვნებას. საქართველოს მთავრობა აშკარად მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით ამ გზას დაადგა არა იმიტომ, რომ იყოს პრორუსული, არამედ რომ თავი შორს დაიჭიროს ყოველგვარი კონფრონტაციისგან, შეინარჩუნოს ნეიტრალურობა. ვფიქრობ არასწორია თუ ეს არის ქართული დელეგაციის სანქცირების ან დასჯის მიზეზი. 1989 წლის აპრილი, გაზაფხული, ხეები ყვავის, მშვენიერი თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი და ქართველები დგანან თავიანთი პარლამენტის შენობასთან. საქართველოს დროშებით, თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, საქართველოსთვის იბრძვიან, მღერიან სიმღერებს. 9 აპრილს 4 საათზე მოსკოვში გაიცა ბრძანება, რომ იერიში მიეტანათ ამ ადამიანებზე და რუსი ჯარისკაცები სამხედრო ტექნიკით თავს დაესხნენ ამ მოქალაქეებს. მათ მოკლეს 20 ადამიანი, უმეტესად ქალები. მათ თავს დაესხნენ სამხედრო ნიჩბებით. ახლა ისევ აპრილში 2025 წელს ქართველები ქუჩაში დგანან. რუსთაველზე თავიანთი პარლამენტის წინ. მათ სურთ დემოკრატია, სურთ თავისუფალი საქართველო და ისევ მოსკოვი უტევს მათ. ამჯერად არა რუსი სამხედროების ხელით, არამედ მოსკოვის მარიონეტების, ივანიშვილის, კობახიძის და სხვების ხელით. ეს არის ის, რაც ახლა ხდება და ჩვენ აქ ვართ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად. მინდა უთხრა ქართველ ხალხს, უფრო მალე ვიდრე ბევრს გონია, საქართველო იქნება თავისუფალი და ჩვენ შევხვდებით რუსთაველზე. ნანასთან, ეკასთან, გივისთან, გიორგისთან. ჩვენ შევჭამთ ხევსურულ ხინკალს, აჭარულ ხაჭაპურს, ჭადს, დავლებთ საფერავს კახეთიდან, დავლებთ ქვევრს რაჭიდან. ეს დღე მოვა, ეს დარწმუნებით ვიცი. ამ დღეს ჩვენ გავიხსენებთ ყველა ბრძოლას, ყველა მებრძოლს. ისევ ვიმღერებთ თბილისო, მზის და ვარდების მხარეო, საქართველოს გაუმარჯოს. ქართული საზოგადოების გამოწვევებისა და პრობლემების გადაჭრა და ქართული ხელისუფლების ხარდაჭერა მათი გადაწყვეტის გზების ძიებაში მართლაც წარმოადგენს იმ რეზოლუციის საფუძველს, რომელსაც ამჟამად განვიხილავთ. ამის მიღწევის გასაღები ნამდვილი დიალოგი და თანამშრომლობაა. ამიტომ მიმაჩნია, რომ დიალოგის ხელშეწყობა და თანამშრომლობის გაძლიერება იქნება გასაღები ჩვენს მიმდინარე დებატებში კონსტრუქციული და სასარგებლო შედეგების მისაღწევად. ამ მხრივ სურს გამოვხატო ჩემი შეშფოთება და სინანული საქართველოზე წინა რეზოლუციის მიდგომისა და იმ დისკუსიების გამო, რომელიც სანქციების მუქარაზე იყო ფოკუსირებული. მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის აუცილებელია კონსტრუქციული კრიტიკისადმი ღიაობა, იძულების მსგავსი მეთოდის გამოყენება შესაძლოა უკუპროდუქტიული იყოს, რადგან ამ მიდგომას არ მიუღწევია დასახული მიზნებისთვის. ჩვენ რისკს ვაწყდებით, რომ შევასუსტოთ მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობა. ამიტომ მოუწოდებ ყველა კოლეგას გადახედოს ამ საკითხს. ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი დიალოგის, გაგების და თანამშრომლობის გზას, ვიდრე გავაგრძელოთ იზოლაცია და კონფრონტაცია. შესაბამისად, მე არ დავუჭერ მხარს ამ ანგარიშს.
დღეს დღევანდელ დებატებს ადგილზე მყოფი ოპოზიციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ მათი პოზიციები მოგვესმინა უშუალოდ სტრასბურგიდან. ადგილზე არიან ნაციონალური მოძრაობის წევრები, ისევე როგორც ახლები. რა თქმა უნდა, მართველი გუნდის, ამ შემთხვევაში ქართული ოცნების პოზიცია, რომ ის რაც მოხდა სტრასბურგში, მათი უფლებამოსილების შეჩერებასთან დაკავშირებით არის უსამართლო გადაწყვეტილება, რომელსაც ბუნებრივია, რომ ქართული ოცნება არ იზიარებს. ჩვენი მოლოდინები გამართლდა. ეს რეზოლუცია გაიმეორებს 25-85 რეზოლუციის მოთხოვნებს, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო იანვრის სესიაზე, სადაც მოითხოვა ახალი თავისუფალი სამართლიანი არჩევნების ჩატარება საქართველოში, ისევე როგორც ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება და ეს დასახა პირობად, რომლის შესრულების გარეშეც ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები ვერ დაბრუნდებიან ასამბლეაში. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ კომისარი წულუკიანი და ივანიშვილის სხვა უსახელო პაიკები აქ თეორიულადაც კი დაბრუნდებიან მხოლოდ ოპოზიციის რანგში. არის რეფერირება, რეფერენსი წინა რეზოლუციაზე, რომელიც საკმაოდ ვრცელი ტექსტი იყო, არის მოთხოვნა კვლავ მეორდება პოლიტპატიმრების ყოველას გათავისუფლების მოთხოვნა, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობა, მათ შორის არის კრიტიკა ყველა იმ რეპრესიული ბრჭყალებში რეგულაციის, რომელიც მიიღო ოცნებამ წინა რეზოლუციის მიღების შემდეგ დღევანდლამდე. ეს ეხება შენაძღუდავ ზომებს მიმართულს კრიტიკული მედიისადმი, აქციაში მონაწილეებისადმი, პოლიტიკური ოპოზიციისადმი, ისე როგორც არასამთავრობო სექტორისადმი და არის ცალკე ჩანაწერი იმასთან დაკავშირებით, თუ რეჟიმი გადაწყვეტს, რომ გამოაგზავნოს მაინც დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, რომ მათი უფლებამოსილების ცნობა არ მოხდება. ცოტა უფრო დიპლომატიური წერია, მაგრამ შინაარსი არის. არ დაუმსახურებია საქართველოს ესეთი დამოუკიდებულება თუ არა გააკრული პოლიტიკური მიზანი, რაც არაერთხელ გამოხატეს მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, რომლებიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელობაში ჩამოვიდნენ საქართველოში და ღიად დაუფარავად მოუწოდებდნენ ახალგაზრდებს პროცესების რადიკალიზაციისაკენ. კი ბალანსი იქნება დაცული, ჩვენ რაღაც საკითხებთან დაკავშირებით შეიძლება ვიმსჯელოთ კიდევაც, მაგრამ ხედავთ უსამართლობის რაღაც მწვერვალს და იქნებოდა აბსოლუტურად გაუგებარი, უკვე ძალიან ზედმეტი იქნებოდა, რომ დელეგაციისათვის შეერჩერებინათ უფლებამოსილება, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ასეთ პირობებში, როცა ადამიანები გეპყრობიან, ასეთი კონკრეტული გააფთრებულად გიტევენ და კონკრეტული მიზნისაკენ მიდის მათი ქმედებები, რასაკვირველია, ჩვენ არ ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას. ასეც ისინი აკეთებენ, იმეორებენ საბჭოთა მიდგომებს ქვეყნების სუვერენიტეტის ხალხების სუვერენიტეტის უპატივცემულობის. ჩვენ დღეს დელეგაციის წარმომადგენელი არ ვართ პასეში და რა თქმა უნდა, მანამ სანამ არ იქნება პატივს არცევენ ქართული ხალხის სუვერენიტეტს, რომ თავად აერჩიოს საკუთარი ხელისუფლება, რა თქმა უნდა, რთული არის აქ ისაუბრო რაიმე კონსტრუქციულ დიალოგზე. ჩვენ ამისთვის არ ვიბრძოდით და იმიტომ არ გვინდა დამოუკიდებლობა, რომ დღეს ხა ესტონეთმა უკანახოს ქართულ ხალხს უნაერჩიოს და ხან ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა და საფრანგეთის ზოგიერთმა დეპუტატმა, რომელიც აქ მაიდანს ითხოვა, ან შვედი დეპუტატი, რომელიც მაიდანს ითხოვდა რუსთაველის გამზირზე. ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლება, მიღებული კანონების ნაწილის გაუქმება, ნაწილის გადახედვა, ეს იყო მოთხოვნა ამ შემთხვევაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა ჯერ კიდევ იანვრის თვეში, როდესაც მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მხოლოდ რამდენიმე თვით აღედგინათ და მიეცათ ქართველი კანონმდებლებისთვის უფლებამოსილება, რომ ჩართულები ყოფილიყვნენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქმიანობაში. დღეს უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მათ შეუჩერეს ქართულ დელეგაციას უფლებამოსილება, თუმცა მანამდე კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს, ქართულმა ოცნებამ იანვრის ბოლოს განაცხადა, რომ ისინი ტოვებენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას უსამართლო მიდგომების გამო. მადლობა ანა ბროაძემ დეტალები გაგვაცნო პირდაპირ ეთერში. ნიკა კაციას მორიგის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. დაიკითხა ის პოლიციელი, რომელმაც პატაკი შეადგინა. ნიკა კაციას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვა. შედავებიან დანაშაული რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მომდევნო სხდომაზე კვლავ ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან.
TV პირველის ოპერატორის ლაშა ჯიოშვილის საქმე განიხილეს გორის რაიონულ სასამართლოში, მოსამართლემ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება 1 მაისამდე გადადო. ლაშა ჯიოშვილს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლის მეორე ნაწილის დარღვევას ედავება, რაც პოლიციელის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს. საქმე 6 აპრილს ლაშა ჯიოშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოს ეხება. გურიისა და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებს ახალი უფროსები წარუდგინეს. სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად რამაზ თათარაშვილი, ხოლო გურიის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დავით კოდელაშვილი დაინიშნა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძემ თანამშრომლებთან შეხვედრისას უწყების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით მათ შესაბამისი დავალებები მისცა. მალე უნივერსიტეტის ქუჩიდან ქავთარაძეზე მოხვედრა უმოკლესი გზით იქნება შესაძლებელი. გვირაბის მშენებლობა, რომელმაც ეს ორი ქუჩა ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს, ერთ თვეში დასრულდება. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების შემდეგ მგზავრობის დრო უნდა შემცირდეს და ამ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობაც უნდა განიტვირთოს. თბილისის წიგნის ბაზრობა გაიხსნა ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში. წარმოდგენილია დიდი და პატარა გამომცემლობები, ასევე სხვადასხვა წიგნის მაღაზიები. ადგილზე მისულ ვიზიტორებს დახვდებათ ფასდაკლებები. წიგნების თავისუფლებისთვის ეს არის თბილისის წიგნის ბაზრობის 2025 წლის მთავარი სლოგანი. თბილისის წიგნის ბაზრობა 13 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. მომბეს 3 საათზე ამით დასრულებული აქვს. მადლობთ ყურადღებისთვის.